30 კილოგრამი წონის კატეგორიაში. ხალეჩაზე ვიწვევ გიორგი შავაძეს ბოლნისი. დაიწყება მძიმე წონის ფინალი. თქვენ წინაშე წითელი ფორმით იქნება ბოლნისელი ათლეტი გიგა შავაძე. რატი ალიკიშვილს გახლავთ გარდაღვინები რატი ალიკიშვილი. გარდაბან საკახა მომენტისთვის ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ეს ერთი ბრინჯაო. ბოლნის ეს ერთადერთი წარმომადგენელი ყავდა ფინალებში. პირველი ნახევარი წუთი მიიწურა უკვე. შავაძე გარკვეულწილად აქტიური არის და ეხლა მსაჯმაც ტალიკიშვილს მოუწოდა გააქტიურებისკენ. პასიურად მიიჩნიეს ტალიკიშვილი, შესაბამისად ერთი ქულა მიიღო შავაძემ და მანვე მოითხოვა ტალიკიშვილის ჩოგბჯენში ჩაყენება. იწყება ეს ჩოგბჯენის ეპიზოდიც. ხელი უკვე შეკრა აქ შავაძემ, თუმცა ჯერჯერობით ტალიკიშვილიც კარგად დაცოცავს, მაგრამ კარგი პოზიცია აქვს შავაძეს, თუმცა ეს მეორე მცდელობაზე იყვანა როგორც იქნა ბოლო. 3-0 უკვე შავაძის სასარგებლოდ, მაგრამ ჯერ ისევ აგრძელებს შეტევას. ოღონდ უკვე ხა გარეთაც გავიდნენ და ფეხზე წამოაყენა მსაჯმა. გრძელდება დგომში შეხვედრა. პირველი პერიოდის ბოლო წუთიც დაიწყო ანგარიში კლავად 3-0 არის. ახლა ტალიკიშვილი ცდილობს რომ ზოგზე შეუკრას ხელები, მაგრამ არ აძლევს ამის საშუალებას შავაძე. და რაღაცნაირად უფრო დადგა რომ შეიძლება ასე თქვა ჭიდაობა, უფრო დუნე გახდა და აღარ აქვს ის სხარტერაც ხო დასაწყისში. უკვე პირველი პერიოდიც მიდის დასასრულისკენ, 22 წამია დამთავრებამდე და აქაც ყველაფერი უნდა გადაწყდეს მეორე პერიოდში. ასულა პირველი ნახევარი შავაძე მძიმე წონისთვის კარგი უპირატესობა, ისედაც სამქულიანი ბეზნურ მომჭიდაობაში კარგი უპირატესობა შესვენებაზე, მაგრამ დამშვიდების საშუალება მაინც არ აქვს ჯერჯერობით შავაძეს, თუმცა არ ამგონია დამშვიდებას აპირებდეს ეს მეორე პერიოდში, ძალიან აქტიურად ჩაატარა მან პირველი პერიოდი.
ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე გამარჯვებული სპორტსმენთან ვიწევთ 97 კილოგრამის ძოლის კატეგორიის ჩემპიონსა და პრიზიორებს. დაიწყო მეორე პერიოდი. შეგახსენებთ, რომ პირველი პერიოდის შემდეგ 60 იგებს მისელი გიგა შავაძე გარდაბნელ რატი ალიკიშვილთან ახლა ძალიან კარგი გდება ჯერ შავაძისა, თუმცა შემდეგ იქვე ამოუვიდა ალიკიშვილი რეალურად და აგერ შანსი ალიკიშვილს თუმცა 5-3 ბატონო კიდე შეიძლება ალიკიშვილი 5-5 კიდე აგრძელებს ალიკიშვილის შეტევას, მაგრამ უკვე ბოლო მოძრაობაზე დაიცვა თავი შავაძე, მაგრამ 5-5-ზე მაინც ალიკიშვილი. ჯობდა არ გაეკეთებინა ის ორქულიანი ილეთი და კარგა ამის წყალობით დაგარგა ფაქტიურად 5 გოლი. დაიძაბა სიტუაცია და აქ კიდევ შეიქნება ილეთები დარწმუნებული ვარ 5-5. 2 წუთი და ცოტა მეტია, 2 წამი არის დარჩენილი დასრულებამდე. კიდე შავაძემ აეხლა მოძრაობაზე დაიჭირა და 7-5 დაწინაურდა. დაქნევით კარგად ისარგებლა და მეტოქე ჩაიყვანა დაბლა. წუთი და 42 წამი. პასიურობისთვის ფულით დაისაჯა ამჯერად შავაძე და 7-6 გახდება ახლა ანგარიში. კიდევ გველის წინ რაღაც ამბები როგორ ჩანს. უჩვეულოდ სანახაობრივი შეხვედრაა მეორებით ის იყო პასიურობა და ფულით არ ფასდება ეს 7-5-ია, მაგრამ ტალიკიშვილი მშვენიერი შანსი აქვს. ცოტა ხნის წინ მან უპრობლემოთა მოატრიალა ორჯერ შავაძემ ნახოთ ძალები თუ შერჩა წუთი და 15-ია ჯერ კიდევ. გამოწია და ბატონო დაფიქსირდა. დაფიქსირა საჯმა. 7-7 და ტალიკიშვილი იგებს ისევ. 1 წუთია კიდევ დარჩენილი. დრო საკმარისია. აი მძიმე ზონოსისგან ეს ნამდვილად არ მინახავს ეს მალაკის გაკეთების ცდელობა, თუმცა ჯერ დოა იქამდე 43-ია დარჩენილი. მაგიდასთან მოიხმეს რეფერი. თავარი საჯის მაგიდასთან. მართლა რა დაუჯდა შავაძეს ისეთი შეცდომა. იქ უნდა მოიპოვა, მაგრამ ახლა არა, შეშტომ ილეთი გააკეთა, კაცმა ორქულიანზე დააგდო 8-7 საიდან. მაგრამ მაგის შემდეგ იყო შეცდომა, როდესაც ამოსვლის საშუალება მისცა. ფორმატი წამი შეხვედრის დამთავრებამდე 8-7 ტალიკიშვილის სასარგებლოდ. პრაქტიკულად უკვე დამთავრდა ყველაფერი. გენერალ ბრძოლა იყო, მადლობა უნდა უთხრათ ორივეს, კარგი სანახაობისთვის. რატი ტალიკიშვილი ხდება საქართველოს ჩემპიონი, მეორე ოქრო მოუტანა მან თავის რაიონს, შეიძლება ესე ვთქვათ.
ყველაზე მჩატე და ყველაზე მძიმე წონა მოიგეს გარდაბნელებმა. მოკლედ მედლების ჩათვლა შეგვიძლია შევაჯამოთ, აჭარა 5 ოქრო 4 6 ბრინჯაო, 3 მეხუთე ადგილი, შემდეგ გარდაბანი 2 ოქრო